ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო მუსიკის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების კათედრის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტზე თბილისის გოგონათა გუნდმა, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ახალგაზრდულმა კაპელამ და თბილისის ქალთა გუნდმა ქართული საგუნდო მუსიკის ნიმუშები და დასავლეთ ევროპელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები შეასრულეს. კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრის დაესწრო. სამინისტროს ინფორმაციით თინათე ნურხაძემ საგუნდო კათედრას საიუბილეო თარიღი მიულოცა და თბილისის ქალთა გუნდს კულტურის სამინისტროს სახელით ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო კათედრას ძალიან დიდ საიუბილეო თარიღს და ფიქრობ ომარ ბურდულმა დღეს ძალიან ღირსეული აღნიშვნა დაიწყო ამ თარიღის. განსაკუთრებით მიხარია ეს ყველაფერი, რადგანაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის შემოქმედებითი ურთიერთობა გვაქვს როგორც თბილისის ქალთა გუნდთან, ისე უშუალოდ ურთიერთობა მაქვს მაგალითად ეროვნული სასახლის ახალგაზრდულ კაპელასთან. დღეს იყო ნამდვილად მუსიკისა და რა ვიცი, ხალასი ახალგაზრდა ნიჭის ზეიმი. კონცერტმა ფიქრობ, რომ წარმატებულად ჩაიარა. კონცერტის ბოლოს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავიგეთ. კონცერტს ესწრებოდა ქალბატონი თინათე ნურხაძე, კულტურის მინისტრი, მინდა მადლობა გადაუხადო და დღეს სცენაზე ჩვენ გავიგეთ სიტყვები, რომელსაც 11 წელია ველოდებით. თბილისის ქალთა გუნდმა მიიღო სახელმწიფო სტატუსი და დაფინანსება. უღრმესი მადლობა მინისტრამ გადაწყვეტილებისთვის. მე ვფიქრობ, თითოეული გუნდის ნამუშევარი იყო თვალსაჩინო ამ კონცერტზე და ჩვენი მუშაობა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და მე როგორც ქალთა გუნდის წევრმა მინდა გამოვხატო უდიდესი სიხარული დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 11 წელი ფაქტობრივად ქალთა გუნდი მუშაობდა ენთუზიაზმზე, ასე ვთქვათ.